ვეცდები მარტივად აგიხსნა თუ როგორ ხდება მხედველობის აღდგენა. როდესაც შუქის ნაკადი შემოდის თვალში, ბადურა გარსზე იგი გადაიქცევა ელექტროიმპულსებად და მხედველობის ნერვის მეშვეობით ადის ტვინის გარკვეულ ნაწილამდე და თვალს უბრუნებს მკვეთრ გამოსახულებას. ყველაზე ხშირად ჩვენ მოგმართავენ ხოლმე როგორც მცირეწლოვანი, ასე მოზრდილი ასაკის პაციენტები, რომელსაც ახასიათებთ ზარმაცი თვალი. Холод აპარატურული მკურნალობით დაუჯერებლად მოკლე დროში ვუმატებთ მხედველობას და ვასწორებთ სიელმეს. ეს არის მაკა გოგიაშვილის თერაპია, რომელიც გულისხმობს холод აპარატურული მკურნალობით და მინდა აქვე დავძინო, რომ ბავშვებში ეს მკურნალობა თამაშის ფორმით მიმდინარეობს. გარდა ჩვეულებრივი სტანდარტული გამოკვლევებისა კეთდება ექსკლუზიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პირველივე მოსვლისთანავე ვიკვლევთ და მხოლოდ მეორე დღეს უკვე ვაღორძინებთ ორგანიზმის რესურსს, რომელიც ყველა ადამიანს გაგოჩნია, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით. ჩვენ უკვე, როდესაც მას მხედველობა მოემატება ტესტირებიდან, მეორე დღეს უკვე უდგენთ მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას, რადგან არ არსებობს ბუნებაში ერთნაირი ადამიანი და ყველას დაავადება სხვადასხვა მიმართულებით ურთულდება თუ უნვითარდება.